ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. საქართველოს ისტორიის გაკვეთილები. აშოტ პირველი კურაპალატი. ცოტა ხნის წინ თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მეცნიერებმა უნიკალური აღმოჩენა გააკეთეს. არტანუჯის ციხე-ქალაქის ნანგრევებში არქეოლოგთა ჯგუფმა 1200 წლის წინანდელი სამარხი აღმოაჩინა. თაღოვანი საფლავი, რომელიც ერთ-ერთ უდიდეს ქართველ მეფეს, აშოტ პირველს ეკუთვნის. აშოტი იყო ის მმართველი, რომელმაც შუა საუკუნეების ქაოსსა და დაქუცმაცებულ პოლიტიკურ რეალობაში ქართველ სახელმწიფოებრივი ერთობის იდეა ჩაუნერგა. მისი მოღვაწეობა იქცა იმ საძირკვლად, რაზეც მოგვიანებით აიგო ერთიანი საქართველოს სამეფო. აშოტ პირველის მიერ დაწყებულმა სახელმწიფოებრივმა აღორძინებამ საფუძველი დაუდო ბაგრატიონთა დინასტიას, რომელიც 1000 წლეულის განმავლობაში დარჩა ქართული სახელმწიფოს სიმტკიცისა და ერთობის სიმბოლო. მე-7 საუკუნის პირველ ნახევარში სამხრეთის შორეული მიწებიდან მსოფლიო არენაზე ახალი ძალა არაბთა სახალიფო გამოჩნდა. მცირე დროში მათ დაამარცხეს და დაასუსტეს ოდესღაც მძლავრი იმპერიები. მათი წარმატების მთავარი იარაღი იყო ისლამი. ახალი რელიგია, რომელმაც არაბული ტომები ერთი რწმენით, ერთი მიზნით და ერთიანი სახელმწიფოებრივი იდეით გააერთიანა. სპარსეთის დაპყრობის შემდეგ არაბთა ლაშქარი კავკასიისკენ დაიძრა. სულ მალე მათ დაიკავეს თბილისი, რომელიც გადაიქცა არაბთა ადმინისტრაციულ ცენტრად, ერთგვარ ბაზად, საიდანაც ხალიფატის ძალაუფლება მთელ კავკასიაზე ვრცელდებოდა. არაბთა ბატონობამ საქართველოს მძიმე დაღი დაამჩნია. დამპყრობლებმა დააწესეს მძიმე გადასახადები, გაძარცვეს ქალაქები და ციხესიმაგრეები. მრავალი ტაძარი მიწასთან გაასწორეს. ქრისტიანული მოსახლეობა მუდმივი ზეწოლის რეჟიმში აღმოჩნდა. თითქოს ეს ყველაფერი საკმარისი არ იყო, მე-8 საუკუნის 30-იან წლებში ქვეყანას თავს დაატყდა ახალი უბედურება, მურვანყრუს შემოსევების სახით. მემატიანენი ამ ხანას მოიხსენიებენ როგორც ქვეყნის უკიდურეს სავალალო ჟამს, დროს, როცა ქართველთა სახელმწიფოებრიობა თითქოს საბოლოოდ გაქრა. მე-9 საუკუნის დასაწყისში ასპარეზზე გამოვიდა ფეოდალური არისტოკრატიის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, აშოტ ბაგრატიონი. ბაგრატიონთა გვარი წარმოშობით სამხრეთ საქართველოდან, სპერის პროვინციიდან იყო. როგორც სუმბად დავითის ძე გვამცნობს, ბაგრატიონები დავით წინასწარმეტყველის შთამომავლებად მიიჩნეოდნენ. აშოტის სახელოვანმა წინაპრებმა მე-6 საუკუნეში ქართლის ერისმთავრის ტიტული მოიპოვეს და თანდათანობით იქცნენ ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან საგვარეულოდ. როგორც ქართული წყაროებიდან ირკვევა, თავდაპირველად აშოტი არაბთა სამსახურში იდგა და ემორჩილებოდა როგორც თბილისის ამირას, ისე ბარდავში მжდომ არმინიის გამგებელს. ამ პერიოდში რეგიონში პოლიტიკური ვითარება მკვეთრად შეიცვალა. სახალიფოს ძალაუფლება შესუსტდა. არაბი გამგებლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ხოლო ადგილობრივი მთავრები ფაქტობრივად დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდნენ. ამ არეულობის ფონზე აშოტმა შეძლო საკუთარი ძალაუფლების განმტკიცება და ქართლში არაბთა წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აჯანყება დაიწყო. მან 800 წელს თბილისის გათავისუფლებაც მოახერხა, თუმცა წარმატება ხანმოკლე აღმოჩნდა. 3 წლის შემდეგ არაბებმა კვლავ მოიკრიბეს ძალები და თბილისი ხელახლა ჩაიგდეს ხელში. ამ მძიმე მდგომარეობის გამო აშოტი იძულებული გახდა ქართლიდან სამხრეთ საქართველოში გადასულიყო და იქ დამკვიდრებულიყო. ამ დროს სამხრეთ საქართველო მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. ტყისგან დარბეული ხალხის გაჭირვებას ქოლერის ეპიდემიაც დაემატა, რამაც მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. ამ რთულ ვითარებაში აშოტმა ტაო-კლარჯეთიდან დაიწყო დანგრეული ქვეყნის აღდგენის საქმე. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი არტანუჯის ციხესიმაგრის აღდგენა იყო.
ეს ნაგებობა თავის დროზე მეფე ვახტანგ გორგასალს აუგია, მაგრამ მოგვიანებით მურვონყრუს შემოსევისას მიწასთან გაესწორებინათ. ციხის აღდგენის შემდეგ აშოტმა მის ირგვლივ ახალი ქალაქის აშენება ბრძანა და იგი სატახტო ცენტრად გამოაცხადა. ამით არტანუჯი იქცა ტაო-კლარჯეთის პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ ცენტრად, საიდანაც აშოტმა დაიწყო თავისი სახელმწიფოებრივი საქმიანობა და ბრძოლა არაბთა ბატონობის წინააღმდეგ. მისი პოლიტიკური გავლენა სწრაფად იზრდებოდა, რაც არ დარჩენია შეუმჩნეველი კონსტანტინოპოლის სამეფო კარსაც. 813 წელს ბიზანტიის იმპერატორმა ოფიციალურად მიანიჭა აშოტს ყურაპალატის ტიტული. სამხრეთ საქართველოში დიდი აღმშენებლობა მიმდინარეობდა. ამავე პერიოდში წმინდა გრიგოლ ხანძთელს უკვე დაწყებული ჰქონდა სამონასტრო კოლონიზაცია, რომელმაც აშოტის დამკვიდრების შემდეგ უფრო ფართო სახე მიიღო. ხარე, რომელიც ადრე განადგურების ზღვარზე იდგა, იქცა საქართველოს პოლიტიკურ და სულიერ ცენტრად. აშოტ ბაგრატიონმა შექმნა ძლიერი და ვრცელი სამთავრო, რომლის პოლიტიკური და სამხედრო გავლენაც აღიარებული იყო როგორც კავკასიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. იგი თავგამოდებით იბრძოდა საქართველოს მიწაწყლის გათავისუფლებისთვის. 818 წელს აშოტმა ქართლის დასაბრუნებლად ფართო მასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები წამოიწყო. მატიანე ქართლისას ავტორის ცნობით, ამ პერიოდში აშოტის მხარეს დადგა აფხაზთა მეფე, ხოლო მის წინააღმდეგ გაერთიანდნენ კახეთის მთავარი გრიგოლი, თბილისის ამირა, თიულები და წანარები. ბრძოლა აშოტ ყურაპალატის გამარჯვებით დასრულდა. მან თავისი მფლობელობა კლარჯეთიდან ქსნამდე გააფართოვა, რითაც ტაო-კლარჯეთი საბოლოოდ იქცა ქვეყნის პოლიტიკურ ცენტრად. არაბთა ხშირი შემოსევების შესაკავებლად მეფეს ხშირად უწევდა შეტაკებების ორგანიზება. იგი თავად უდგებოდა სათავეში ქართულ ლაშქარს და არაერთხელ დაამარცხა მტრის მარბიელი რაზმები. აშოტი პირადად მონაწილეობდა ამ ბრძოლებში და საკუთარი მაგალითით ამხნევებდა მეომრებს. მამაცმა მეფემ ხალხის სიყვარულიდან ნდობა მოიპოვა. იგი ყველასთვის იქცა სიმტკიცისა და გმირობის მაგალითად. თუმცა როგორც ისტორიაში არაერთხელ მომხდარა, ერთგულებას მოღალატეობაც მოჰყვა. 826 წელს სამეფოს არაბთა დიდი ლაშქარი დაესხა თავს. აშოტ მეფე ბრძოლისთვის მოემზადა. ყველა კუთხიდან მოიხმო დამხმარე ძალები. თუმცა სანამ ლაშქარი მთლიანად შეიკრიბებოდა, წერმა დაასრო და მეფის მცირე რაზმი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა. აშოტმა და მისმა მხლებლებმა ბრძოლით გაიკაფეს გზა და არტანუჯისკენ დაიხიეს. ძალა გამოცლილები დასასვენებლად დოლის ხანის ეკლესიაში შეჩერდნენ, თუმცა მეფის წრეში მოღალატენიც აღმოჩნდნენ. ღამით, როცა ყველას ეძინა, მათ შეთქმულება მოაწყვეს, მეფე შეიპყრეს და საკურთხეველთან ვერაგულად მოკლეს. მემატიანე მოგვითხრობს, რომ შეთქმულებას ხელმძღვანელობდნენ ოროზ მოროზის ძენი. მეფის სისხლი მათ არ შერჩენიათ, ხალხის რისხვამ სასტიკად იწია შური მათზე. აშოტის სიკვდილმა დროებით შეარყია ტაო-კლარჯეთის სიმტკიცე, მაგრამ მისმა საქმემ და სახელმა საფუძველი დაუდო ქართული სახელმწიფოებრიობის აღორძინებას, რომელიც მალე ახალი ძალით გაგრძელდა მისი მემკვიდრეების ხელში. აშოტი ბაგრატიონთა გვარიდან გახდა პირველი მეფე, რომლის შემდეგაც მისმა შთამომავლებმა 1000 წლის განმავლობაში შეინარჩუნეს სამეფო გვირგვინი. მისით დაიწყო დინასტია, რომელმაც საუკუნეთა განმავლობაში განსაზღვრა საქართველოს სახელმწიფოებრიობა. მისცა ქვეყანას ისეთი მეფეები, რომლითაც დღეს ასე ძალიან ვამაყობთ. ხოლო აშოტ პირველმა ქაოსისა და ოკუპაციის ბნელ ეპოქაში საფუძველი ჩაუყარა ერთიანი საქართველოს იდეას, რომელიც შემდგომ განხორციელდა კიდეც.